როცა მოცემული გვაქვს ორი ნივთიერება და გვაინტერესებს ერთიდან მეორეს როგორ მივიღებთ, როგორ ხდება ერთიდან მეორეს მიღება. ერთ-ერთი ძალიან კარგი აზრი არის, რომ დაუკვირდეთ რა არის განსხვავება მათ შორის, ანუ საწყისსა და ბოლოს შორის რა განსხვავებებია. მოდი პირველ რიგში დავარქვათ ამას თავის სახელი. ხედავთ რომ 5 ნახშირბადი გვაქვს, ორმაგი ბმის მხრიდან გადავნომროთ, ესე იგი ეს იქნება 1 რაღაც ვერ წერს ეს პასტა 2 3 4 და 5 და ნუ მეორე ნახშირბადთან არის დაკავშირებული მეთილის ჯგუფი, ორმაგი ბმაც მეორე ნახშირბადიდან იწყება, რადგან ორმაგი ბმა არის, ესე იგი ალკენია და ამიტომ გამოდის 2 მეთილ პენტ, იმიტომ რომ 5 2 ენი. ეს არის ნივთიერება, რასთანაც საქმე გვაქვს. ახლა მჟავა გარემოში ვართ, აქ ჰიდრონიუმი არის კატალიზატორის როლში, ეს ჯობია პრინციპში რომ ქართულად ეწეროს და მივაწერ ქართულად კიდეც. ეს არის კატალიზატორი, ხო, ჰიდრონიუმი. მოდი პასტაც მივამსგავსოთ და ეგრე დავწერ საერთოდაც. კატალიზატორი. და ახლა ვნახოთ განსხვავება რა არის ამ ორ ნაერთს შორის. ესე იგი, მარცხენა მხარეს ხედავთ რომ ორმაგი ბმა გვაქვს, აქეთ არ გვაქვს ორმაგი ბმა და მოდი მივთითებ რომ აი აქ ნახშირბადთან დაკავშირებულია ჰიდროქსილის ჯგუფი და ასევე ამ ნახშირბადთან დაკავშირებული არის კიდევ ერთი წყალბადი. ესე იგი, როგორღაც უნდა გავითვალისწინოთ ამ პროცესში, რომ აი ეს ორი ტიპი დაემატა ამ ნივთიერებას და ორმაგი ბმა გახლეჩილია. ახლა როგორ შეიძლება მოხდეს ეს? ნუ როგორც ხედავთ აქ ჰიდრონიუმის მოლეკულებთან გვაქვს საქმე. მოდი ავდგეთ და მოდი ამას გადმოვიტანო. კარგი აზრი იქნება დანომბრის გარეშე დამეკოპირებინა, მაგრამ არ აღშვას. გადმოვაკოპიროთ, მოდი აი ეს. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ აღმოჩნდა ამის სიახლოვეში და ნუ მჟავა გარემოში თუ არის გახსნილი ეს ნივთიერება, რა თქმა უნდა აღმოჩნდება, უამრავია. აღმოჩნდა ამის სიახლოვეში ჰიდრონიუმის მოლეკულა, ესე იგი, გვაქვს ჟანგბადი, აქეთ გვაქვს წყალბადი, აქეთ გვაქვს წყალბადი. ახლა ეს იქნებოდა ჩვეულებრივი წყალი, აქ რომ უბრალოდ მქონდეს ორი წყვილი თავისუფალი ელექტრონების, მაგრამ ვიცით რომ შეუძლია ამ ჟანგბადს რომ გაუზიაროს წყალბადს ერთი წყვილი, ანუ ბმაში გამოიყენოს, მოკლედ, რომ ესე ბმა გააკეთოს წყალბადთან. მოდი იგივე ფერში გავაკეთებ წყალბადსაც, პრინციპში. და მაშინ გვექნება ჰიდრონიუმი. და ნუ ეგ გამოიწვევს იმას, რომ დადებითი იქნება ჯამური მუხტი. ახლა რადგან დადებითია ჯამური მუხტი ამ ნივთიერების და ამ დროს თან ვიცით რომ უпростоოდ ეგ კიდე არ არის მიზეზი რამის მიზეზი ის არის რეალურად პროცესების განვითარების რომ ჟანგბადზე ვიცით რომ არის ელექტროუარყოფითი და უნდა რომ ელექტრონები იყოს თავისთან. ანუ გაუხარდება და არაწყენს თუ აი ეს ელექტრონები რომლებიც გაუზიარა წყალბადს ისევ მასთან აღმოჩნდება როგორღაც და არაგაზიარებულ მდგომარეობაში. და ამ დროს თუ სწორად მოხდა ამ ნივთიერების სიახლოვეში აი ეგ რაც გვაქვს 2 მეთილპენტორიანი მაშინ შანსია რომ რომელიმე ნახშირბადმა გაუზიაროს თავისი ელექტრონი წყალბადს და ეს წყალბადი მოწყდეს აი ამ წყალს და ჰიდრონიუმიდან გადავიდეს, უბრალოდ ამ ჰიდრონიუმს მოწყდეს, ალბათ ეგრე ჯობია ვთქვათ. ამ ნაერთს მოკლედ და ჰიდრონიუმის ნაცვლად დაგვრჩეს აქ წყალი. ახლა როცა ამაზე საუბრობთ, ეგრევე ჩნდება კითხვა, კარგი, რომელი ნახშირბადი გააკეთებს მაგას? და ამისთვის უნდა მივმართოთ მარკოვნიკოვის წესს, რომელიც გვეუბნება რომ თუ გვაქვს, ანუ თუ კარბოკატიონის წარმოქმნაზე არის საუბარი, გვაქვს ნახშირბადები აქ, ის ნახშირბადი უფრო ალბათური არის, ან უფრო ალბათურია იმ ნახშირბადმა გააზიაროს ელექტრონი, რომელიც ელექტრონებით უფრო მდიდარ, ამაზე წინადადებას დავალაგებ უკეთ, უფრო ალბათური არის რომ იმ ნახშირბადმა გააზიაროს ელექტრონი, რომელიც დაკავშირებული არის უფრო მეტ ელექტრონებით უფრო მდიდარ ატომებთან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ახლა ეს ორი ტიპი რომ შევადაროთ, ეს არის აშკარად მეორეული ნახშირბადი, ხო? ერთი და ორ ნახშირბადთანაა დაკავშირებული და მესამე არის წყალბადი. და ეს არის მესამეული, ანუ სამ ნახშირბადთანაა. შესაბამისად, ამ ნახშირბადის გარშემო, აი ამ მესამეული ნახშირბადის გარშემო, რომელიც დამაბნეულად მეორე ნახშირბადია ამ ჯაჭვში, უფრო მეტი ელექტრონი არის, უფრო მეტი ელექტრონული სიმკვრივეა. შესაბამისად, ერთ ელექტრონს თუ დაკარგავს, მაინც რაღაცნაირად შედარებით სტაბილური იქნება, იმიტომ რომ გადანაწილება მეტი ექნება მაინც გარემოში ელექტრონების, ვიდრე აი ამ მეორეულ მესამე ნახშირბადს, ანუ ნომერ მესამე ნახშირბადს, რომელიც მეორეულია. ესე იგი, ძალიან დიდი ხანი ვილაპარაკე ამაზე. აშკარად წინა ვიდეოშიც ვთქვით ეს და რა საჭირო იყო ამდენ ხანს გარჩევა არ ვიცი. მოკლედ, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ აი ეს ნახშირბადი კარგავს ელექტრონს, აი აქ ვინც ყავს და შედეგად ეს ბმა ახლა იჭერს აი ამ წყალბადს. რის შედეგადაც ეს წყალბადი მოწყდება ზემოთ ნაერთს და ესეთ მდგომარეობას ვიღებთ და ანუ ეს ყველაფერი არის ძალიან ესე იგი ნებისმიერი ორივე მიმართულებით თავისუფლად შეიძლება წავიდეს და მუდმივად მიდის კიდეც, უბრალოდ
პოტენციურ მეორე მხარეს ვაკეთებ. მოდი ცოტა უფრო ახლოს გავაკეთებ ამას, რომ მეტი სივრცე მქონდეს, ასე. და ახლა მეორე მხარეს გვექნება ესეთი რაღაც. მოდი კიდევ დავაკოპირებ. გავიმარტივო ცხოვრება. ახლა განსხვავება აქ რა იქნება? განსხვავება იქნება ის, რომ პირველ რიგში ორმაგი ბმა აღარ გვექნება, ხო? ეს ბმა წავიდა. აი ეს ბმა ახლა დაიჭერს წყალბადს. ანუ აი გვაქვს წყალბადი. ესე იგი, აი აქ გვყავს წყალბადი და ამის შედეგად აი ამ ნახშირბადს, რომელმაც დათმო ელექტრონი ახლა ექნება დადებითი მუხტი. და ამ დროს ეს წყალბადი, რადგან დაკავშირდა ამ ნახშირბადთან, შეწყვეტს ბმას ამ ჟანგბადთან და შედეგად ზემოთ დაგვრჩება უკვე ისევ წყლის მოლეკულა და აი აქ ორი თავისუფალი წყვილი ელექტრონების ამ ჟანგბადს. ესე იგი, მოვედით აი ამ მომენტამდე, რაც ნიშნავს რას, რომ აი ნაწილი შევასრულეთ უკვე, ანუ აი ჩვენ ვთქვით, რომ აი ეს ორი განსხვავება არის საწყისსა და საბოლოოს შორის და აი ერთი უკვე გვაქვს, ხო? ეხლა მეორე ნაწილს უნდა მივხედოთ და ნუ გავალთ ბოლოში. და როგორ უნდა გავაგზავნოთ ახლა ეს, რომ მივიღოთ ჰიდროქსილის ჯგუფი? ნუ წყალშია ხო ეს გახსნილი. შესაბამისად, წყლის მოლეკულა შეასრულებს ისე მაგ საქმეს და მოდი ამას არ გამოვიყენებ, იმიტომ რომ ნუ რა არის შანსი, რომ იგივე წყლის მოლეკულამ გააკეთოს ეგ. თან სავარაუდოდ სანამ ეს აქ აკეთებს რაღაცებს, სხვა წყლის მოლეკულა მიხედავს დანარჩენს და რადგან წყალშია გახსნილი, მაგის პრობლემა საერთოდ არ არის. ძალიან მარტივი წარმოსადგენია ეგ როგორ შეიძლება მოხდეს. და ესე იგი, მოდი მივახატავ აქ. ესე იგი, კიდევ ერთ წყლის მოლეკულას და ამას ახლა აქვს ორი თავისუფალი წყვილი. მაგრამ შეიძლება ადგეს ერთ-ერთი აი ეს. მოდი სხვა ფერშიც მივახატავთ, ან რომ თლად დამაბნეველი არ იყოს რაც ხდება. ესე იგი, აი ესე ჯობია გავაკეთო. რატომ არ ვხატავ წყლის მოლეკულას წყლის ფერში? არ ვიცი. ეხლა შესაძლებელი არის ისევ სწორად თუ დაეჯახნენ ესენი ერთმანეთს, ყველაფერმა კარგად თუ ჩაიარა ისე რომ ეს მოხდეს, დაუკავშირდეს აი ეს წყვილი, ანუ ბმაში გადავიდეს მოკლედ ამ ნახშირბადთან, აი აქ გვაქვს დადებითი მუხტი. თან ერთ რაღაცასაც დაუკვირდეთ სხვათა შორის, რომ მუხტი არის მუდმივად შენარჩუნებული ძალიან შორს არ მჭირდება წასვლა პრინციპში. აქ ჰიდრონიუმს აქვს, ანუ ეს რომ განვიხილოთ ერთ სისტემად, ხო? აი აქ ჰიდრონიუმს აქვს დადებითი მუხტი, ანუ სისტემას აქვს ერთი ჭარბი დადებითი მუხტი. შემდეგ რაღაცები ხდება, ეხლა აქ არის ეგ დადებითი მუხტი. ახლა, როცა აი ეს წყვილი რეალურად გადავა ბმაში და დაუკავშირდება აი ამ ნახშირბადს. ახლა ვნახოთ, როგორ შეიცვლება სურათი, ანუ რა მოხდება. ესე იგი, ჩავიდეთ ცოტა უფრო ქვემოთ. დავაკოპირებ ისევ. ოღონდ რაც დრო გადის, მით უფრო მეტი და მეტი მაქვს მე მგონი შესაძლებელი, არ მინდა რომ რამე შემეშალოს. ვიცით რომ აქ ბმა აღარ გვაქვს, ვიცით რომ დაკავშირებული არის ლურჯი ფერი იყო მგონი, ხო? წყალბადიც ლურჯად იყოს ბარემ. ესე იგი, ეს გვაქვს აქ და ახლა ქვემოთ დავაკავშირეთ წყლის მოლეკულა აი ამ ნახშირბადთან, რომელიც დადებითი იყო, აი ეგ დადებითი მუხტი ჰქონდა. და ანუ რატომ შეიძლება მოხდეს ეს საერთოდ? მოდი მაგაზეც ვისაუბროთ პრინციპში. ვიცით რომ პოლარული არის წყლის მოლეკულა, ხო? შესაბამისად აქ გვაქვს ნაწილობრივი უარყოფითი მუხტი, აქ გვაქვს თქვი არ ვიცი, ნაწილობრივი დადებითი. ამიტომ ეს მცირე ნაწილობრივი უარყოფითი მუხტი და ეს დადებითი მუხტი ერთმანეთს მიიზიდავენ და შემდეგ ანუ უფრო განაპირობებს ეგ იმას, რომ ბოლოს ბმა დაამყარონ ერთმანეთთან. და რადგან ახლა ერთ-ერთი ელექტრონის სიახლოვეში აღარ ექნება ამ ჟანგბადს წყლის მოლეკულიდან, შესაბამისად ახლა გვექნება ესეთი სურათი. ესე იგი, აქ გავაკეთებ მოდი ესე ბმას, აი ეს რიცხვები უკვე ხელს მიშლის. აქ გავაკეთებ ესე ბმას. აქ არის ჩვენი ჟანგბადი, რომელსაც ახლა ორი ელექტრონი წასული არის, თავისუფალი რაც იყო ეს ელექტრონები, წასულია ბმაში და ნუ ორი თავისუფალი ელექტრონი დარჩენილი აქვს და აქეთ წყალბადები. ახლა აი ასეთი სურათი გვაქვს და შესაბამისად ის დადებითი მუხტი, რომელიც ამან დაკარგა, ახლა შეიძინა ამან, ხო? იმიტომ რომ ამან დაკარგა ელექტრონი ბმაში გადავიდა, ანუ ერთი ელექტრონი გაუზიარა ნახშირბადს, ნახშირბადი განნეიტრალურდა, მაგრამ ახლა ჟანგბადს აქვს დადებითი მუხტი, ხო? მაგრამ ახლა ეს რამ შეიძლება შეცვალოს? ანუ ჩვენ ხომ მთლიანი წყლის მოლეკულა არ გვინდა, ჩვენ საბოლოო ნივთიერება რაც გვინდა რომ მივიღოთ, არის რომ ჰიდროქსილის ჯგუფი ქონდეს დაკავშირებული ამ მესამეულ ნახშირბადს. ახლა არ აქვს დაკავშირებული ეგრე. და ამ საქმეს გააკეთებს კიდევ ერთი წყლის მოლეკულა. ანუ უფრო სწორად რომ ვთქვათ, უფრო ქართულად რომ ვთქვათ, წყლის კიდევ ერთი მოლეკულა, ხო? ესე იგი, აქეთ ერთი თავისუფალი წყვილი, აქეთ მეორე და ახლა შეიძლება თავისუფლად ამ თავისუფალმა წყვილმა გამოიწვიოს ის, რომ აი ბმაში მოხდეს ამ წყალბადთან, წაიღოს მოკლედ ეს წყალბადი, გაუზიარდეს და შედეგად აი აქ რაც გვაქვს, აი აქ რა ბმაც გვაქვს, ეს ბმა რეალურად გადავიდეს ამ ჟანგბადის თავისუფალ ელექტრონულ წყვილად, ხო? და მაშინ რა დაგვრჩება ახლა იქ ვნახოთ.
უკვე ცოტა მეშინია ამ დაკოპირებულს რომ ვიყენებ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცები არის გასაკეთებელი. მოდი ამ ყველაფერს წავშლი ამ რიცხვებს. ტყუილად არ დამაბნიოს მირჩევნია. აქ ბმა არ მაქვს, აქ მაქვს წყალბადი და აქ დაკავშირებული არის ესე იგი ჟანგბადი, რომელსაც ანუ დადებითი მუხტი ჰქონდა, მაგრამ ახლა დაუბრუნდა ბმიდან ელექტრონები, ასე რომ აი ეს არის ერთი წყვილი, რომელიც აქამდეც ჰქონდა აი აქ და ეს არის მეორე წყვილი, რომელიც ბმის გახლეჩვის შედეგად, ანუ დარღვევის შედეგად მიიღო და წყალბადი ერთი დარჩა მარტო, ესე იგი ერთ წყალბადთანაა დაკავშირებული, მეორე დაკარგა და რაც შეეხება ამ დადებით მუხტს, რომელიც მაინც სადღაც უნდა წავიდეს, რომ მუხტი შეინახოს. წავა რა თქმა უნდა, აი ამ წყლის მოლეკულასთან, რომელმაც ახლა მიიერთა წყალბადი და რეალურად წყლის მოლეკულა კი არა, ჰიდრონიუმი არის უკვე. ესე იგი, აქეთ ერთი თავისუფალი წყვილი და აქეთ უკვე აღარ თავისუფალი ესე ბმა წყალბადთან. და შედეგად დადებითი მუხტი, რაც, კატალიზატორობაშიც მშვენივრად ჯდება, ხო? ანუ თქვით, რომ ჰიდრონიუმია კატალიზატორი და მართლაც მივიღეთ, რომ აგერ დარჩა ისევ ჰიდრონიუმად. და ამ დროს აი აქ მივიღეთ ზუსტად ის საბოლოო ნივთიერება, რასაც ვეძებდით, ხო? გვაქვს ცოტა სახეცვლილი საწყისი ნივთიერება, სადაც ერთ ნახშირბად წყალბადი აქვს დამატებული და გახლეჩილი ორმაგი ბმა აღარ არის და გახლეჩილი არასწორი ტერმინია, აღარაა ორმაგი ბმა, ხო? მარტივი ბმაა დარჩენილი და მეორე ნახშირბადს დაკავშირებული აქვს ჰიდროქსილის ჯგუფი, როგორც აი თქვით, დასაწყისში რომ იქნებოდა.